არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამოშვიდობის რადიო იმედზე ეთერშია გადაცემა კატოს საღამოების საეთერო სტუდიაში მუშაობთ მე კატო და წამყვანი თამუნა და ჩვენ მქონდა მიზეზი საიმისოდ რომ მოგვეწვია სვანციხის სტუმრად, თუმცა დღეს ანანომ ვერ შეძლო, ანანო სიხარულიძემ ჩვენთან სტუმრობა და მხოლოდ ბაჩი სვაინძე იქნება წარმომადგენელი ამ ჯგუფისა. ბაჩი საღამოშვიდობის მოგესალმებით და მივესალმები რადიო იმედის მსმენელს. ანანო წარმოსახვითად იქნება ჩვენთან. თქვენ თუ კი რამე კითხვების დასმა სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778. SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ბაზს და SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-კო, რომლის ვებგვერდის მისამართი SMS კოდი, ტელეფონი კი 294014. და ჩვენ დავიწყეთ ეთერის სიმღერით, რომელიც ბერძნული iTunes-ის ასეულში I have to go. და ვიღაცას შეიძლება ავმა ფიქრმა გავუაროს, რომ რატო გვიხარია ეს, მაგრამ ეს დაჟიტირებულებიც არ ვართ და გარდა ამისა, როცა სამყარო ამხელა და რომელიღაც ქვეყნის ასეულში ხდება შენი სიმღერა, ეს კარგი საქმეა. კი, ძალიან და პრინციპში ეს თან ისეთ ადგილზე გავიდა, რა ქვია, 57-ზე, ნუ ეხლა უკვე თან მოულოდნელი იყო. შემთხვევით გავიგეთ ჩვენც და სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ რაღაც აია რომ გვისმენენ დაუშვათ საქართველოს პარკლებს გარეთაც. თქვენ ჯგუფის შესახებ ხშირად ყოფილა რომ აი ქართველებსაც შეგვძლებია და თურმე ნახე რა კარგად YouTube-ზეც რომ დევს თქვენ ჩანაწერები ყველგან არის ესეთი განციფრებული კომენტარი, თუმცა მე მგონი გემოვნება და მუსიკალური სმენა ან გაქვს ან არა გაქვს და ამას რაღაცა იცი რა ეგ ფრაზა სამწუხაროდ აღარ მომწონს რაღაცა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ყველაზე ერთ მაგას ამბობენ და ხო არა აქვს ახლა ქართული იქნები თუ უცხოელი, თუ ვიღაცა ჩვენზე არ მოხს ოპერაგი, აკეთებს კარგ მუსიკას, ისედაც აკეთებს და ესე ვთქვათ არა ისეთ მდგომარეობაში არ არის ჩემი აზრით ქართული მუსიკა, რომ უკვე ეს ყველა კარგ პროდუქტზე და კარგ მუსიკას ვთქვათ, რომ აი არ მეგონა რომ ქართველები იყვნენ. ხო, არა, ნამდვილად ჩვენ ერთ-ერთ მიღმად საუბრობდით და უბრალოდ არც ინფორმაციის ნაკლებობა არ არის, შეიძლება მოისმინო არაერთი ძალიან კარგი ქართული ჯგუფი, იგივე მელო ვახსენეთ ჩვენ და ასევე არის ძალიან კარგი ჯგუფი. ხო, მაგიტომ ძალიან ბევრი კარგი ჯგუფია უკვე და ნელ-ნელა უფრო კიდე ემატება ამ კარგ ჯგუფების ეს არა მარტო ელექტრონულ მუსიკაში, საერთოდ ზოგადად თანამედროვე მუსიკაში. შენ და ანანომ დაიწყეთ მუსიკალური ცხოვრება რაღაცა 2010 წელს ერთად, თუმცა მანამდე იყო ცალ-ცალკე მუსიკალური ცხოვრება. ანანოს შესახებ ამჯერად ვერ შევძლებთ საუბარს, თუმცა შენი მუსიკალური ცხოვრება როგორი იყო სვანციხამდე? ჩემი მუსიკალური ცხოვრება სვანციხამდე ისევ ანანოს უკავშირდება. once მარტო სახლში როცა მიდიოდი და რაღაც უკრავდით და ვერთობოდით. მაგის გარდა ჩემი მუსიკალური ცხოვრება ეს თქვა სერიოზულად დაიწყო დაახლოებით 14 წლიდან, როცა სერიოზულად დავინტერესდი მუსიკით და მივხვდი რომ ეს არის ის საქმიანობა, რის კეთებაც მინდა ცხოვრებაში. და ნუ ამას მოყვა, ახლა აღარ დავკონკრეტდები, თორე შორს სწავლა, ამას მოყვა რაღაც იქ გიტარაზე შევედი, იქ დასარტყმელ ინსტრუმენტებზე დავიწყე სიარული და ეს ნელ-ნელა მოყვა და შემდეგ ეს ელექტრონული მუსიკა ზუსტად მაგას ესე ვთქვათ სიმბოლურია, იმიტომ რომ კომპიუტერი შეძინას უკავშირდება, როცა იქ კიდე სხვა რამეს გებულობ და კიდე თურმე სხვა რაღაცეებია. ნუ მოკლედ რომ იმას ქნა ეს ძალიან ისეთი როგორ გითხრათ გრძელი ისტორია და ეტაპები იყო, რომელიც გავიარე პრინციპში ანანოსთან ერთად. პრინციპში კი არა ანანოსთან ერთად რა. და ანანოს ახლა ანანო აღარ არის, მაგრამ ანანოს კიდეც თავის ეს თქვა სერიოზული მუსიკალური ბექგრაუნდი აქვს, რომელიც ძალიან ფაქტურად ბავშვობიდან იწყება. 3 წლის ასაკიდან. ახლა ანანოს შევილია ვილვარ გოგინა. და მე სიმართლე გითხრათ, პირველი რაც ყველაზე მეტად შემშორდა, როცა თქვენ ჯგუფს მოვისმინე პირველად, გქონდა განცდა, რომ ეს არის ორი განუყრელი მეგობარი, რომელიც რაღაცა რემარკის
ჩვენს პედაგოგს უყვარდა რემერკისეული მეგობრობა რაღაც დაახლოებით ესეთი განცდა მქონდა თქვენს. არა ეს იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი, საკმაოდ პატარა ვიყავი, ანან რო გავიცანი, ან ჩემზე უფროსია და ანას უკვე ქონდა თეორიული, პრაქტიკული ცოდნა ნიჭი და მეც დაინტერესებული ვიყავი და ამ ხრივაც იმის გარდა რომ მეგობრები ვარ და ახლობლები ვარ უკვე ძალიან დიდი ხანია. ამის გარდა ერთმანეთს გავუგეთ და ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე დასაწყისში თუნდაც ანანოსგან მუსიკალურად. და ხო ეს ისეთ მეგობრობა, რომელიც რა ვიცი, იმაზე თანამშრომლობაზე მეტია თუ რაღაც. ალბათ წინააღმდეგ შემთხვევაში ესეთი რაღაცები არ გამოდის ცოტა ხანი და მე შეშლებიან ეს ადამიანები თვითონ. არა, ხო და მაგიტომ ამბობ, რომ არ ვართ მარტო ამ ხრივ დაკავშირებული ერთმანეთთან. ნუ თავიდან კიდე რაღაც საინტერესო რაღაცები იყო, რომ იქ მეგობრები არ არიან და იგონებენ რაღაც. ხო, შეყვარებულები არიან და ვიღაცას ქმარი გონია და ვიღაცას არ შეიძლება დღემდე კიდე გონია. ხო, არა, ეს უყვართ ხოლმე საერთოდ საზოგადოებას რაღაცა უნდა რომ რომ ახან გოგოდებიჩი ვართ ეთოლა მაგით. ამურული გზებით დააკავშიროს ადამიანები ერთმანეთთან. კიდე აი ქართული კრიტიკა მაინც მე მგონია რომ ამას ხშირად ვამბობთ და ალბათ ვინმე კრიტიკოსი მოფენს ჩემს ღალთმას მგვალბაღამდე, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან ისეთია. შეფასებები არის როგორც წესი მე ძალიან მომწონს. არის ჩვეულებრივია, გენიალურია, ან საკმაოდ კარგია. აი საკმაოდ კარგი არის ხოლმე ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ სხვა რო არაფერი არსებობს ესეთი ქართული სიტყვა, ხო, ხარისხიანი და უხარისხო. საშუალო ხარისხის ის უკვე უხარისხოა, ხო? ხო, საკმაოდ კარგია, იცი არის არ შემიძლია არ თქვა რომ მაინც ყველას ეტყობა ეს ჭირს ქართველებს რომ მუსიკაში განსაკუთრებით რომ ყველას ეს თქვა თავისი ჭალებში პროფესიონალური პროფესიონალები არიან, მაგრამ ნუ არ არიან, მაგრამ ეს ჩვევა გვაქვს სამწუხაროდ, მე ესე მგონია. და ეს საკმაოდ კარგი კიდე კაი, მაგრამ ამ საკმაოდ კარგს მოყვება, რომ როგორ გითხრათ, ყოველთვის უკმაყოფილოები არიან რაღაცით, იმიტომ რომ კარგია, მაგრამ და აი ეს მაგრამ ყოველთვის მოყვება, რომ უჭირთ რაღაცაზე თქვა, რომ აი კარგია, თუ მართლა მოწონთ, მაგრამ არ ვიცი, მე მგონია ამასაც ნელ-ნელა რაღაცა იმას ვიზამთ რა. სამწუხაროდ მარტო მუსიკაზე არ მაქვს ლაპარაკი, საერთოდ ამ შემთხვევაში ხელოვნებაზე. ცოტა ცუდი არისო ერთმანეთზე გვიჭირს კარგის და დადებითის თქმა. ხო, ეს ჩემი გადმოსახედიდან ესეა სამწუხაროდ. ხო, თან შენ როცა სოფაზე ხარ მიგორებული ჩაისვევ და ყურსასმენში უსმენ ვიღაცის მუსიკას, კარგ მუსიკას, უკვე ალბათ იმაზე მაინც უნდა იფიქრო, რომ იმ ადამიანმა იშრომა მანამ, სანამ შენ გეძინა. მაგრამ აი თვითონ მუსიკოსების დამოკიდებულება ზოგადად ცხადი არ დავაკონკრეტოთ, მაგრამ ხელოვნების დამოკიდებულებაც ერთმანეთის მიმართ ცოტა ესეთი რთული მეჩვენება მგონია, რომ აი შენს თქვი, რომ არ ინტერესდებიან იმითი, რას აკეთებს მისი კოლეგა. იცი არ ინტერესდებიან მაგას ჩემს თავისი გარკვეული მიზეზები აქვს დავშეთ შეიძლება ის ჟანრი არ მოწონს ან მუსიკის ან ის სფერო სხვა რაღაც ხელოვნების მიმართულებით რასაც ის მუშაობს მაგრამ ზოგადად შეიძლება ადამიანს შეიძლება არ მოგწონდეს ის ჟანრი მაგრამ ის კონკრეტული მუსიკოსი ხარისხიან და კარგ მუსიკას ქმნის იმ ჟანრში და ეს დამოკიდებულება რომ აი თავისი სუბიექტური გემოვნებიდან გამომდინარე რაღაცებს საზღვრავენ კარგია თუ ცუდია რა ვიცი მაგრამ იცი რა არის მე მგონი მარტო ჩვენთან არ ხდება ეს ყველაფერი უბრალოდ ახლა საქართველოს პატარა ქვეყანა და თბილისი პატარა ქალაქია პრო აკუმულირდება ეს ყველაფერი და საერთოდ ჯამშიც ნეგატიური ფონი იქნება მაგრამ კეთილი ჩვენ დამნაგვანიშნებს რა ხა შეგვიძლია მოვისმინოთ თქვენი ერთ-ერთი რამოს გთავაზობთ და Lost Controls ეს არის ახალი. კი, ეს არის ახალი ტრეკი. არ არის პრინციპში არსად არერილიზებული, მაგრამ ახალი ტრეკია და მოვისმინეთ თან სიხს მე საინფორმაციო გამოშვებას და შემდგომ ისევ გავაგრძელოთ გადაცემა. Stars are never
არ გამოტოვოთ. კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და გადაცემას თუ კი ახლა შემოვერთით, ალბათ მუსიკის და მიხვდით თუ ვინ არის ჩვენი სტუმარი, სვანსიხის ერთი ნაწილი არის სტუმრად, ამჯერად ბაჩო სვაენძე და ანანა სიხარულძე არის ჩვენთან წარმოსახვითად. ჩვენის ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ და კიდევ მოგვიწევს, რადგან თქვენ რაღაც ისე ცალ-ცალკე წარმოუდგენელია თქვენი წარმოდგენა. და ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ თვითონ სიტყვა საკმარის, რომელიც ძალიან სასაცილო შეფასებისას, თუმცა ძალიან ხშირად ეს კმაყოფილების გრძნობა, აი ეს საკმარისია, უჩნდება თვითონ შემოქმედსაც და თუმცა არასოდეს არც არ არის საკმარისი, ვიდრე არ გეცოდინება იმაზე მეტი, ვიდრე საკმარისი. და თქვენ გაქვთ ეს, როგორც მივხვდით თქვენ და ანანას, რომ მუდმივად ცდილობთ, რომ რაღაც ახალი ისწავლოთ. კი, ნამდვილად ზოგადად ჯერ არ ვიცი რა პროფესიასაც არ უნდა იყო ადამიანი საკმარისი არ ვიცი რა უნდა იყო საკმარისი რომ დაკმაყოფილდე და დაუშვათ გაჩერდე და არ განავითარო რაღაც კონკრეტული რაღაც და ხელოვნების სფეროში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მუსიკის სფეროში ეს არის ისეთი ორგანული უნდა იყოს შენთან მიმართებაში თვითგანვითარება და თუ რაღაც ისწავლა მოსმენა ან თუნდაც რაღაც დახვეწა ან ტექნიკის განვითარება თუ დაუშვათ გინდა რომ არ არის აუცილებელი. არ მაქვს ლაპარაკი იმაზე რომ იმიტომ რომ რაღაც ვარსკვლავი გახსეთ თუ რაღაც უბრალოდ შენ იყო პროფესიონალი და არა დილეტანტი და არ მოწონდე მარტო ბებოს, იმიტომ რომ არ მეგულება ბებო, რომლისთვისაც ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი, ვიდრე მისი შვილიშვილი პლატონი და აქედან გამომდინარე. და აი რა შეიძლება იმას შენ ამბობდი რომ 14 წლის ასაკში მივხვდი რომ მუსიკა იყო ის რაც გინდა და გეკეთებინა. მანამდე ეს ჯოჯოხეთის მინი ფილიალი, რასაც ქვია მუსიკალური სკოლა, არ ყოფილა შენს თავს. მაგრამ აი რომელიმე გახსოვს თვითონ რომელიმე მუსიკალური ნაწარმოები, რამაც აი ამისკენ გიბიც გათვეს, უცებ აი ბევრი მუსიკა იყო უკვე შენს თავში და მივხვდი რომ უკვე შენი ციბადებოდა. იცი რა არის კონკრეტული ნაწარმოები არ ყოფილა, რაც კონკრეტული ჟანრი იყო. და სხვათა შორის დღევანდელი მუსიკისგან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმისგან ძალიან გასხვავებული, ეს რაღაც უფრო ალტერნატივა იყო, გრანჯი იყო, მოკლედ მძიმე მუსიკა იყო და აი ამ რამდენიმე ჯგუფებმა და კონკრეტულმა მუსიკამ ისე მოახდინა ეს თქვა ჩემზე ზეგავლენა, რომ დიდი ხანი მე მგონი ახაც ვერ გამოდიორი თქვა გარდა ტეხის ასაკში რა შტაბეჭდილებას მივიღე იმ შტაბეჭდილებებიდან და ეს იყო ყველაზე დიდი ის რამაც მიმახვედრა რომ ეს არის ის სადაც ყველაზე მეტად გამოხატავ საკუთარ თავს. აი შენ თვითონ როგორ აღწერდი სვანსიხის მუსიკას იმათთვის, ვისაც აი არასოდეს მოისმენია? ხო არ მოგიფრით. იმასთვის სიტყვები ცოტა მიჭირს ახლა აღწერო, მაგრამ ეს არის მუსიკა, რომელზეც შეგიძლია იცეკვო კიდევაც, რომელზეც შეგიძლია რაღაც შენი ემოციური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილო, რომელზეც შეგიძლია უბრალოდ ფონად ჩაირთო და შეგიქმნას კარგი აურა და ასევე ის მუსიკაც თუ ზედმეტი იმაში არ ჩამოთვლება, რომელზეც შეუძლია რაღაცაზე დაგაფიქროს სერიოზულად. მოკლედ სერიოზული ემოციური ძროები მოახდინო შენში. აი ეს გამომივიდა საკუთარ თავს. არა რატო თამდაბლობა კი მე პური ღირსება, მაგრამ მე მაინც გონი რომ ადამიანმა უნდა იცოდეს თავის ფასი. აღონთ ეს არ ნიშნავს იმას ხო რომ რატოღაც ბებიებს კონდათ რომ არ თქვა შვილო რომ კარგად იცი რაღაც და არ მარც მე არ მივარს უბრალოდ ან მე ამას განვიცდი ამიტომ ვაკეთებ და თუ ვიღაც ხოც განიცდის კარგი იქნება გამიხარდება ძალიან. აი რომელიღაც მუსიკოსი თქვამს ნახე, მაგრამ ეს ხო იცი სოლომონის სიბზნეა ვერ გარყვა, ვინ რა თქვა ინტერნეტში უკვე ვეღარ გაიგებ ვისი რა ნათქვამი და ვის რას მიაწერენ, ამიტომ უბრალოდ შემოვიფარგლოთ თვითონ ამ ფრაზით, რომ მუსიკალური ნაწარმოები უნდა დაწერო ისეთი, რომლის შესრულებაც ისევ და ისევ მოგინდება. აი რომელიმე სიმღერა არის ეგეთი შენ და ანანასი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს იმ შესრულება. ყველაზე
ყველაზე მეტად არა, პრინციპში ერთ-ერთი გამორჩეულია და კომპოზიციურად გაკეთებულია. ეს არის Magic, რომელიც როგორ გითხრა, რაღაც კიდე სხვანაირად მომწონს, ვიდრე დავუშვათ სხვა ტრეკები, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ სხვაებიც არ მომწონს. და რაც შეეხება, ერთი და იგივე ისეთი კომპოზიცია უნდა შექმნა, რომლის მოსმენაც ან დაკვრა არ მოგბეზდეს, მაგასთან ცოტა ეს თქვა პრაგმატული დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ რომ თანამედროვე მუსიკაში შენ ჟანრის მუსიკაც არ უნდა იყო. თუ მაგალითად მუსიკოსი ხარ და გიწევს ძალიან ბევრი ლაივ კონცერტის გამართვა, ანუ იმდენად ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვამბობ ამას, იმდენად მიჩვეული ხარ ამას უკვე, რომ არ ვამბობ მოგბეზდეს ან რამე, უბრალოდ როგორ თქვა, არ ვიცი. აი რაღაცა ძრავივით ერთვება, ხო? თითქოს ხო, ხანდახან უნდა ჩართო ხოლმე ახლიდან ძრავივით, რომ ეს ბოლოში არ გადაგეზარდოს რაღაც რობოტულად კეთებაში რა. იმიტომ რომ მაინც ჩემი აზრით რთულია რა მაგარი კომპოზიციაც არ უნდა შექმნა, რომელსაც ძალიან ხშირად უკრავ და ჯერ ძალიან ბევრი დრო გაქვს დახარჯული და ძალიან ბევრი ჯერ გაქვს მოსმენილი, დროთა განმავლობაში არ შეეჩვიო ესე თქვათ რა, იმიტომ რომ ეხლა სხვისთვის შეიძლება სხვა რამე არის უსმენს და სხვა სიამონებას ღებულობს. ეხლა ჩემთვის კიდე სხვა რამე არის ჩემი მუსიკის მოსმენა, იმიტომ რომ სხვა რაღაცები მახსენება ესე თქვათ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში იმიტომ აკეთებთ მუსიკას, რომ ის მივიღოთ რაც გსიამოვნებს რა. აი ლაივი ვახსენეთ და თვითონ დამწყებებს რას ურჩევდი იმას, ვინც აი პირველი ლაივი უნდა კონდეს ხვალზე ერთი კვირის მერე და ძალიან ნერვიულობ. მე ეგ მაგალ სტაჟიც არ მაქვს. არა თუ მე უნდა მქონდეს ლაივი, ხო გითხარი რა ვაპირებ, რომ ერთი კვირის მერე არა, ნახევარ საათის მერე მოვაწყო. ვურჩევდი რომ კონცენტრაცია გააკეთონ იმაზე რა, ესე თქვა დავალება აქვს ან რაზეც არ უნდა დაუკრან და პირველ რიგში ვურჩევდი იმას, რომ პირველ რიგში თვითონ ისიამოვნონ იმით, რასაც იმღერებენ ან დაუკრავენ. პირველ რიგში თვითონ ისიამოვნონ და თვითონ თუ მიხვდებიან რომ სიამოვნებთ უკვე ეს სხვა ადამიანსაც გადაედება ესაურა. ამას ურჩევ და ნერვიულობა მე მგონი ყველას თამდები ისა რაღაცას პირველად რო ვაკეთებ. ხმეც აკროზე ვარ ცოტა ნერვიულობა. პირველად არ ვზივარ, მაგრამ საერთოდ რადიო ეთერში, მაგრამ მაინც. ნერვიულობა უნდა დაფარო ალბათ შენი რაღაცა მონდომებით და რაღაც გააზრებული გაკეთებით და კარგად დასრულდება. მუსიკალური ინდუსტრიაში რომელიც ჩვენთან ცოტა არ იყოს მოიკოჩლებს, მაგრამ იმედია მალე ორივე ფეხით კარგად ივლის. და ზოგადად იმ სოფლიოში მე რაღაცა არ მესმის ხოლმე როცა ეფარგლებენ ერთი ქალაქით ერთი ქვეყნით, იმიტომ რომ მით უმეტეს ჩვენ დროში ცოტა სასაცილო ემეზე ილაპარაკო, რომ რაღაც მარტო ჩვენთან და რაღაც მარტო ოფშკვიდში და რაღაც მარტო რომელიღაც სხვა სოფელში. აი ზოგადად რო შეიძლება ეს მუსიკალური ინდუსტრიაში რაიმე შეცვლა. აი შეცვლით ეს როგორც მუსიკოსი და არა დაშეთ პრაგმატულად მოაზროვნე, იქ კიდე პროდიუსერს სხვანაირი გააზრებები უწევს ხო? და მარტო შეცვლით იმას, რომ ეს უფრო pop მუსიკას ეხება. დავაბრუნებდი pop მუსიკაში 90-იან წლებს. და უკვე დიდი წინსვლა იქნებოდა, იმიტომ რომ არ ვიცი. ესეთი ეს თქვა მეინსტრიმი რაღაც ესეთი გზით წავიდა, რომ გადაგვახვევდი, რომ შეიძლება ეს გადაგვახვევდი. მაშინ რაღაცა უფრო სხვა დატვირთვაც ქონდა მუსიკას და ალბათ აი აქედან გამომდინარეობს ესეთ შენ დამოკიდებულებიდან და ალბათ ანანასაც ესეთივე დამოკიდებულება აქვს, რადგან შედგა თქვენი მეგობრობას და თანამშრომლობაც, რომ ტექსტების მიმართ ხართ საკმაოდ ყურადღებით განწყობილები. ნამდვილად ტექსტების მიმართ ვართ. ტექსტებსაც პრინციპში ძირითადად ანანო წერს, მაგრამ ხანდახან მეც ვერთვები ხოლმე. განწყობილი ვართ და გვინდა რომ განმეორდები არ იყოს ბანალური არ იყოს შინაარსობრივად, თორე ხო ეს შეიძლება წვიმაც იყოს და რაღაცა სანდაზეცა და ასე შემდეგ. არ იყოს ბანალური და რაღაცის შინაარსის ამოკითხვა შეიძლებაოდეს ისეთი, რომელიც დავუშვათ შეგეხება, ან რომელიც აგაგდებს საცეკვაოდ, ან რომელიც რაღაცას გიზამს, უნდა იყოს ეს თქვათ რაღაცის ემოციის მატარებელი.
აი მუსიკალური ნაწარმოები ესეთი შენი აზრით რომელმაც თვითონ შეცვალა მხედველობა მსოფლიოში. იცი რა მე არ ეს ერთი ერთი არა ხო ეს ერთი საერთოდ არ მიყვარს ეგ ერთიანი ერთის თქმა ხო რაღაცა ისეთია რატოღაც მე მგონი იგიცი რა შენ არ მგონი გახსოვდეს მას საბჭოთა კავშირში არ იყო დიდი არჩევანი და ყველაფერი ანუ ერთი უნდა ყოფილიყო და არა კი იქიდან შემორჩეთ რამდენიც გინდა დაასახე ნუ საიდან დავიწყო კლასიკური მუსიკიდან რომელშიც არ ვიცი ვერ გეტყვი ეს კონკრეტულად იმიტომ რომ იმდენი რაღაც მომდის თავში რომ შეცვალა ალბათ რაღაც მომენტში ბიტლზმაც შეცვალა და სხვაგან წაიყვანა მუსიკა მე თანამედროვე მუსიკაზე ვიტყვი უფრო ასევე შეცვალა თუნდაც ეს თქვა ელექტრონული ჟღერადობის შემოდანა მუსიკაში რომელმაც რაღაც ახალი მიმართულება დაბადა საერთოდ რა ვიცი აი ბევრმა რაღაცამ შეცვალა და იმიტომ მოვაყოლე ზუსტად რომ ეს რაც იყო კარგი თუნდაც 80-იანებში ან 90-იანებში იმის მაგივრად წასულიყო წინ და ამაზე ადამიანებს რომ მუშაობდნენ წინ წასულიყო მე მგონი ცოტა უფრო მუსიკალურად და არა ტექნიკურად უფრო უკან მოდის და ნუ ეს საჩე მეინსტრიმ მუსიკაზე ამბობ და არა თუნდაც ალტერნატიულ ჟანრებზე მუსიკის ჩვენ სტუმრად ყავს ბაჩო სვანიძე სვანსიხის წევრი რაღაცა ესეთი რთულია ორი სვანსიხის ბიჭი ესე გეძახია ანორი სვანსიხის გოგო სვანსიხის ბიჭი ბაჩო ყავს სტუმრად და თქვენ თუ კი რამე კითხვები გაქვთ მასთან შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობიდან ნომერზე 917778 SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს და SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-კო, რომლის ვებგვერდის მისამართია SMS კოდი, ტელეფონი კი 2924014. უახლოესი მიზანი, რომელიც თქვენ გაქვთ დასახული შენ და ანანოს ამ შემთხვევაში, როგორც წესი ადამიანებს აქვთ რაღაც გაწერილი ან არ აქვთ გაწერილი ესეთებსაც ვიცნობ არაფერი რო არ აქვთ გაწერილი მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა წარმოუდგინეთ რომ რაღაცა პერიოდის მერე რაღაცა მიღწევა ექნება მათ შემოქმედებას იმას რასაც ისინი აკეთებენ და უახლოეს მომავალში თუნდაც კი არა ძალიან ბევრი რაღაც გვინდა გავაკეთო და ვაკეთებთ კიდევ ეს ნუ პირველ რიგში ეს მოვაბით თავი რომ გამოვუშვით EP mini ალბომი გერმანულ ლეიბლზე და შედის ორი ახალი ტრეკი და ნუ სამი ძველი და სხვათა შორის ახლიდან ტექნიკურად დამუშავებული მოკლედ რო თქვა რიგში გვაქვს ეს მეტყვი ძალიან ბევრი ახალი ტრეკი რომელიც თუ არ დარილიზდება რომელიმე ლეიბლზე უბრალოდ ანუ სადმე დაიდება გვინდა ასევე რომ ცოტა რაღაც ჩვენი ლაივი შეიცვალოს და სხვანაირი და უფრო მრავალფეროვანი გახდეს. ასევე რამდენიმე გეგმა გვაქვს ლაივის ჩატარება უცხოეთში. და არის რაღაც ვარიანტები და იმედია რომ გამოვა და ერთ-ერთი პრინციპი რაც გვინდა კიდე და გვჭირდება ეს არის ვიდეოს გადაღება. ვიდეო ორგოლის გადაღება. რომელიც სამწუხაროდ არ გვაქვს და ძალიან საჭიროა და ძალიან ბევრი გეგმებია და რაღაც ფლაშია ესე თქვა. კეთილი ჩვენ ახლა შეგვიძლია მოესმინოთ თქვენი კიდევ ერთი კომპოზიცია და ამჯერად თამნა შემოგთავაზებს ისევ ახალ კომპოზიციას თქვენსას თამნა შემახსენე ხონცა თეთარი. ბაჩო მოკეთეთ ის ხო? არა ეს არ არის ახალი კომპოზიცია. ეს არ არის, მაგრამ აი გადაცემის ბოლოს მაშინ მოვისმენთ ჩვენ ახალ კომპოზიციას და ამჯერად Still I Got My Reasons მოვისმინოთ. მე საინფორმაციო გამოშვება და ამინდის პროგნოზი გელით და შემდეგ ისე გავაგრძელებთ გადაცემის.
გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა, გადაცემის სტუმარია ბაჩო სვაინიძე და ჩვენ საუბრობთ ზოგადად სვანსიხის და საერთოდაც მუსიკის შესახებაც. ვიფიქრე, ხო არ შემესრულებინა მეც და რეპერტუარი გადავხედე, გადმოვხედე და How to Destroy Angels' Wake Up ხო არ ვიმღერო. Isn't it listening რაღაც მოუხდებოდა. თუ შენ უყურები ამას ვერ გადავხედე. ვერ მივხვდი რომელი არის. იმიტომ რომ აღარ მახსოვს. აი Coachella-ზე სიმღერას წელს და ძალიან კარგი შოუ იყო. და აი Coachella რადგან ახსენეთ, ჩვენ რაღაცა მუსიკალური ცხოვრება ჩვენი მოიკოჭლებს ამხრივაც და ანუ ყველაზე მეტად რა გვაკლია შენი აზრით? კი გვაქვს თითქოს რაღაცა ფესტივალები, მაგრამ ფესტივალებიც რაღაც აღარა ამბავ დროს. რა გვაკლია? გვაკლია ის რომ არა, ხო გვაკლია ის რომ სმენელებს რა გვაკლია თვითონ განსაკუთრებით. სმენელებსაც და მაყურებლებსაც სხვათა შორის ტელევიზორის მაყურებლებსაც გვაკლია ის რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ თუნდაც თანამედროვე ხელოვნებაზე, ხა არ ვიტყვი მარტო მუსიკაზე, ეგოისტურად გამომიო. და თუნდაც ტელევიზიაში ადამიანს მიცინ არჩევანი რომ გასაგებია იქ შოუს აკეთებენ, მაგრამ თან ჭირდებათ ეს თუნდაც კომერციულად, მაგრამ სხვადასხვა ტელევიზიებში ეს იმდენი შოუ დაგროვდა ესეც რომელიც ზოგი გასართობი ხასიათისა და კარგია გასართობის ხასიათი, მაგრამ იმდენი და ეს თქვათ ინფორმაციულად და კულტურულად და ხელოვნებით არ არის დატვირთული თუნდაც რომ უკვე ფარავს იმ ერთ-ორ გადაცემას რომელიც დავუშვათ ამას ეწყნება. და ეს გვაკლია უფრო რომ თქვათ მეტი ეს ბალანსი იყოს რა რომ ადამიანს მიცენ საშუალება რომელიც დავუშვათ არზის ინტერნეტში და მის ინფორმაციის წყარო არის ტელევიზორი რომ ის სხვაც მიაწოდონ და ის სხვაც გააგებინონ. არც მე მგონი ეს ყველაზე გამოგვატკება საერთოდ კულტურულად და ხო ხო არა მეც მინდოდა ამე არ ვეთანხმები იმას რომ ეს არის საზოგადოებრივ დაკვეთა როცა რაღაცაზე არის საუბარი რომელიმე გადაცემაზე მე არავის აწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს ნამდვილად მაგრამ ის რომ აი საზოგადოებას უნდა ეს საზოგადოებას აინტერესებს ის მე ერთხელ თქვი კიდეც რომ ვერ კითხავ რქები და ჩლიქები გაქვს თუ არა და კუდი აქვს თუ არა ანანოს იმიტომ ეს რომ საზოგადოებამ დავამავალოს ხო ან მაგას ანუ იმას არ უდგები რადიკალურად რომ მარტო ეს ანახეთ და მარტო ეს მოასმენინე და მარტო ეს მიაწოდეთ. უბრალოდ ამასთან ერთად იმავე დოზით იყოს ის რომ ისიც რაღაც სხვა უფრო კულტურულად დატვირთული, ინფორმაციულად დატვირთული გადაცემები, ან შემეცნებითი გადაცემები, ან გადაცემა ხელოვნებას და ასე შემდეგ ხაღარ ჩამოვყები, რომ უფრო ეს თქვათ თუნდაც განვითარდეთ კულტურულად და არ ვიყოთ მარტო დაკონსერვებული რაღაცებზე დამოკიდებული და რაღაც რომლებიც უკვე იციან რა ან თუნდაც ევროპაში ან იციან უკვე არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ შენი კულტურა, შენი ტრადიციები, შენი ხაჭაპურია, თუნდაც სიმღერა, ცეკვა რაც მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ეს წარმოადგენს მართლა საქართველოს იმას, მაგრამ ისიც აინტერესებთ რა, რომ რა ხდება შენ ქვეყანაში თუნდაც ამხრივ რა ვიცი, თუ ინდა ტურისტი რო ჩამოდის, არ ვიცი. კიდე ალბათ უფრო მეტ ისეთ ადგილს გავხსნიდი, სადაც გავაკეთებდი, სადაც უფრო ბევრი კარგი მუსიკას დაუკრავენ და მეტ გასართობ ადგილს შევძენდი, ისეთ გასართობ, სადაც ადამიანი მივა, გაერთობა, თუნდაც დალევს და კარგ მუსიკას მოусმენს და რაც თავია მრავალფეროვანი ბევრი ჟანრის მუსიკას მოусმენს და სადაც არ იქნება მარტო ესეთი ადგილები, სადაც ერთ იგივე რაღაცას უკრავენ. ანუ მე მადავშოთ არ მინდა ამის მოსმენა, მინდა იმის მოსმენა, წავიდოდი იქ. აი ხა მასშტაბურ ფესტივალებზე მესმის, მაგრამ სამწუხაროდ იცი არის სამწუხაროდ ალბათ იმდენ მასშტაბური ჯერჯერობით ვერ იქნება რამდენადაც სხვა ფესტივალებია და ან წარმოგვიდგენიან გვინდა რომ იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ მაინც ვფიქრობ რომ
ეს ერთ ადგილას არ ვდგავართ ამ ხრივრად და შეიძლება ნელ-ნელა, მაგრამ მაინც წინ მივდივართ. აი თვითონ შენ შესახებ რა ვილაპარაკოთ, ცოტა ისეთი რამ რაც ბოლოს ძალიან გაგაუცა ხელოვნების ნაწარმები. ქნებას მუსიკა, ქნებას ნებისმიერი სხვა რამ რაც ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა შენს ბოლო პერიოდში. ეს არის მუსიკას ეხება. არის რამდენიმე მუსიკოსი და არტისტი, რომელმაც ასე ვთქვათ აპროპრიებული კი არა, უკვე ნაცადი ჟანრები რაღაც ახლებურად მომაწოდა და გამაგებინა. და ესეთი მუსიკოსები მოვისმინე, რომლის ჟღერადობაც აქამდე ეგეთი ჟღერადობა მაგდაგვარი არ მქონდა მოსმენელი. ой, აბა ჩვენც რო გაგვანათლო. ეს არა მე ჩამოვყვები მე გრძელს და აი თვითონ გამესვლის დროს ზოგად კითხვებზე მოკლედ არ მაქვს კონკრეტული პასუხები. აი გამესვლის დროს ალბათ ყოფილა ხო ხა ერთ-ერთად ახლავს ხოლმე რაღაცა საოცრება წამოგწდება და მე ვფიქრობ რომ ნუ ღმერთო რატო ფეხი არ მომწყდა იმ დღეს ეთერში რომ მივედი ამ სისულელეს ხო მაინც არ ვიტყოდი და გამესვლის დროსაც ალბათ ხდება ხო რაღაცა ტექნიკური ხარვეზები. აი ამ დროს როგორ აბავთ თავს როგორც გამოსვლის დროს კი დასაწყისში უფრო ხდებოდა, იმიტომ რომ უკაც რა დასაწყისში ხდებოდა უფრო იმიტომ რომ რაღაცებში ტექნიკურად არ ვიყავით გათვითცნობიერებულები და ცოდნა არ ქონდა. ნუ ალბათ ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ალბათ თავიდან დავიბენით. მაგრამ მაინც ეს შინაგანმა იმ ინსტინქტმა გვიკარნახა, რომ ეს თქოს არ შევიმჩნიეთ და გავაგრძელეთ რა. და ამ ბოლო დროს ეგ ტექნიკური და თუნდაც არატექნიკური შეცნობები ნაკლებია, მაგრამ თუ ხდება ხოლმე მაინც ვცდილობთ რომ რაც შეიძლება ეს თქვათ ეს გავატაროთ რომ შემომჩნეველი იყოს მსმენელისთვის. აი რომელიმე ფილმისთვის მუსიკის შეცვლა რო შეიძლებოდეს და შენ შეგეძლოს ამის გაკეთება ნება რო გქონდეს, რომელ შეუცვლით და რომლის მუსიკის ავტორი იქნებოდა სვანსიხი? სვანსიხი? ან თუგინე რომელი ჟანრი უფრო მოუხდებოდა? მე მგონი ტრილერი მოუხდებოდა ცა. სვანსიხი? ტრილერი არ მგონი. რატო რაღაც ის სასპენსის ელემენტები თან. ამას დარწმუნებული ვარ, ანანას თავისი მოსაზრება იქნება. რა მე სპეციალურად არ შეიძლება მე მომწონს და იმიტომ ანანასთან ერთად გავაკეთებდი ისეთ მუსიკას, რომელიც ფანტასტიკას მოუხდებოდა. რომელიც იქნებოდა онц фантастикაზე ხარ მოხს ლაპარაკი რაღაც იმას ჰოლივუდური იმაზე ბლოკბასტერ ფანტასტიკაზე უფრო ის ფანტასტიკაზე რომელიც ჟღერადობით შეივსებოდა კარგი ჟღერადობით და კარგი ჰარმონიით და მელოდიით შეივსებოდა და ეს კონკრეტულ ფილმს ვერ ვიტყვი მაგრამ ისე არის რაღაც ფილმები რასაც ალბათ სვანსიხის მუსიკა ძალიან მოუხდებოდა შენ არ გიყვარს და კონკრეტება და ამჯერად კონკრეტად ხო? თუმცა ჩვენ სამგრად კონკრეტულად ვიცით რას მოვისმენთ გადაცემის დასრულებისას და ეს იქნება გამახსენე რა იქნება? ეს იქნება ჩვენი ახალი ტრეკის ბოლო რელიზი Disco Day. აი ჩვენ 2 წუთი გვაქვს თამდა როგორც გვანიშნებს და თუ კი არის რაიმე რისი თქმაც სვანსიხის სახელით გინდა. არის კი, არის ძალიან ის გვიხარია მეც და ანანოს სახელითაც წვეხავ, რომ ამ ხელა რაღაც მხარდაჭერას და სიყვარულს და პატივისცემას და ნუ იცი ყველაფერი მას გრძნობთ მსმენელისგან, იმიტომ რომ ისე დავიწყეთ საერთოდ ჩვენ ერთად კეთება, რომ ეს როგორ გითხრა, ჩვენთვის ვიყავით რა და ჩვენთვის ვაკეთებდით და ჩვენი საკუთარი სიამონებისთვის, მაგრამ მსმენელმა რაღაც თითქოს გამოგვიყვანა იქ მარტო შენთვის რო ვაკეთებ, ეგრე მეც მინდა მოსმენა თუ რაღაც. ძალიან ამის ხმა გვინდა რომ თუ რაღაც წარმოვადგენს და რაღაც მივახციეთ ნამდვილად იმ კარგი ადამიანების დამსახურება, რომლებიც გვისმენენ და მხარს გვიჭერენ აგერ უკვე 3 წელი.
კეთილი ჩვენ გაცემით დასრულდა გაცემის ბოლოს თქვენ მოისმენთ სვანსიხის ახალ კომპოზიციას ბაჩო სვაინძე იყო ჩვენი სტუმარი შეგახსენებთ და ანანო იყო ჩვენთან ერთად წარმოსახვით და ანანა სიხარულით და არა უბრალოდ სვანსიხის გოგო ან სვანსიხის ბიჭი ხო უღრმეს მადლობა სტუმრად მობრძანებისათვის თქვენ დიდი მადლობა მოწვევისთვის ანანოს განაცდენი მადლობა მადლობა ჩვენს მენელს ყურადღებისთვის გემშვიდობებით უსმენეთ რადიო იმედს
გამოტოვოთ. კატოს საღამოები რადიო იმედზე.